კაი, ერთი წუთით ერთი მთავარი საკითხი. ხშირია მაინც ის მომენტი, რომ დაბლასუნავენ ძაღლები, რაღაც აღება უნდათ ხოლმე და რაღაც ძირიდან აგავშჭამს და რაღაც და მან ერთ ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ ადამიანები რა. თუ გსურთ რომ თქვენმა ძაღლმა ძირიდან არ აიღოს, ყველაფერი არ უნდა დაუშალოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ თუ აი 10 რაღაცით თუ დაინტერესდა და შენ 10-ვეს უშლი, ანუ შენ არ გეგონოს ის მომენტი, რომ იმ ინსტინქტს რომ რა ძაღლია რა, აი ძაღლია და სუნავს და რაღაცას ეძებს. და იმ ინსტინქტს შენ არ გეგონოს რომ გააკროფ ესე და რაღაცა იმას ფსიქიკას გამოუცვლი და სხვა კარტელს შეუყენებს, არ გამოვა, ხო? ამიტომ შენ შეგიძლია პირობითად რაღაც კონკრეტული 1-2 რაღაცა დაუშალო და თუ მე ავტომატურად იმას არ აიღებს, აი ეს დააჯილდოვო რომ აი რა კარგია რომ ეს გაატარე და მე შემომხედე და რაც მაგალითად შეიძლება ჯოხი რატო არ უნდა აიღოს თუ შეიძლება რომ ითამაშოს ჯოხით პირობითად რა. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, მაგას მიაქციეთ ყურადღება და აი ახლა წავიდეთ ეს კრიტერიუმის დავიცვათ და ისიც რაც სწორი სიარულისთვის ვიმსჯელეთ და ნახოთ როგორ გავივლით მთლიან გზას.